მოგესალმებით, ეთერშია განაცემა რაკურსი ევროპისგან, მე მისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. რაც ჩვენი განაცემა დავიწყეთ, ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა როლი აქვს საქართველოს მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში, მსოფლიო პოლიტიკაში, ეკონომიკაში, სოციალური მიმართულებით, კულტურის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა მხარეს, ასე ვთქვათ, მოვედოთ, ყველა კუთხეში ჩავიხედოთ და განმარტოთ, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით და როგორ აკმაყოფილებს ის იმ სტანდარტებს და იმ მიზნებს, რომელიც მას მსოფლიო ცივილიზაციის მნიშვნელოვან ნაწილად ქმნის და ზოგადად ჩვენს ისტორიაში და თუ გავიხსენებთ იმას, თუ როგორ სწავლობდით სკოლაში და რა სწავლობდით ისტორიაში, ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს დგას ევროპისა და აზიის გასაყარზე და ეს როლი მას მორგებული აქვს უკვე 3000-4000 წელია და ამ როლის კარგი გაგებით ექსპლუატირება სწორედ არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატების საწინდარი და ჩვენი ქვეყნის როლის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი წარმოჩინება. ამ კუთხით ბუნებრივია ის სატრანზიტო როლი, შუა დერეფანი, რომელზეც ბოლო წლებია ძალიან სერიოზულად მიდის ლაპარაკი და ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფაქტურად გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველოს გარდა იქნას ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის მთავარ წერტილად, მათ არა მარტო სხვადასხვა მიმართულებით ბუნებრივია, მაგრამ პირველ რიგში სატრანსპორტო და საზღვაო ბუნებრივია მიმართულებით, რადგან სწორედ შავი ზღვა არის ის გასაყარი ადგილი, სადაც აზია და ევროპა ერთმანეთს ხვდება და ამ უნიკალური როლის სწორად გამოყენებას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ როლის სწორად გამოყენებაზე და მის განვითარებაზე ბუნებრივია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები თუ ორგანიზაციები მუშაობენ, მათ შორის პირველადი როლი აქვს საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს, რომელიც ამ მიმართულებზე ასე ვთქვათ მაკოორდინირებელია და დღეს შესაბამისად ჩვენი სტუმარი გახლავთ სწორედ ამ სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ივანე ევაშიძე, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისათვის. შუა დერეფანი, მნიშვნელობები და ასე შემდეგ, ამაზე ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, თუმცა მინდა ჯერ დავიწყოთ იმ კონკრეტული სიახლეებით, რომელიც გვაქვს ამ სფეროში, როგორც მახსოვს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რამდენიმე კარგი სიახლე მოხდა, გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთანაც, ასე ვთქვათ, ჩვენ მეზღვაურებს შეუძლიათ თანამშრომლობა იმ ქვეყნის გემებზე ცურვა, ამის გარდა შეიცვალა კანონმდებლობები, რომელთაც გამარტივდა მათთვის ბევრი საქმიანობა, ამაზე რო გითხრათ ჯერ და შემდეგ უკვე გადავიდეთ სხვა საკითხებზე. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ჩვენი დარგით დაინტერესებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც ძალიან ბევრი პროცესი მიმდინარეობს ახლა განსაკუთრებით ჩვენს დარგში, ძალიან ბევრი ცვლილებია, ბევრი ცვლილებები იქნება და ამისთვის ამ თემებზე საზოგადოებასთან კომუნიკაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ქართველი მეზღვაურების საბუთებს აღიარებს სამუშაო დიპლომებს, ეგრეთ წოდებულს აღიარებს 75 სახელმწიფო, აქედან აბსოლუტური ყველა საზღვაო ევროპული სახელმწიფოა. რამდენიმე სახელმწიფოსთან გვაქვს დარჩენილი მოლაპარაკებები და ამასაც აუცილებლად გავიყვანთ ბოლომდე. ბოლო სახელმწიფო, რომელთანაც გავაფორმეთ ჩვენ მეზღვაურების აღიარების სერტიფიკატების აღიარების მემორანდუმი, ეს არის ლუქსემბურგი, რომლის დროშის ქვეშაც 150-ზე მეტი თანამედროვე გემი დაცურავს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რამდენადაც ჩვენთვის მთავარია დივერსიფიკაცია მოახდინოთ დასაქმების ბაზრის და ჩვენი მეზღვაურები, რომლებიც სერვისის ექსპორტს ეწევიან მაღალ ტექნოლოგიურ სფეროში, მივცეთ საშუალება, რომ საუკეთესო ფლოტებში დასაქმდნენ. ამ მხრივ უნდა ვთქვათ, ასევე ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო 25 წლის ნოემბერში ცვლილებები მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების კანონში, რომელშიც ასევე შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და ჩვენ კარიერის პროგრესიის საშუალება მივეცით დაახლოებით 800-მდე მეზღვაურს, რომელთაც 2017 წლამდე საზღვაო პროფესიული და დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციები ჰქონდათ მიღებული 2017 წლამდე არსებული მოდელით, ანუ ამ ადამიანებს რომელსაც 3 წლიანი განათლება ჰქონდათ, მოეხსნათ შეზღუდვა და უკვე საშუალება აქვთ, რომ აიმაღლონ სამუშაო რანგი უკვე უფროს თანაშემწეზე, მეორე მექანიკოსზე და ასე ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, პირობითად ელექტროობის სპეციალისტი თუ იყავი და არ იყო შემდგომი განვითარების გზა, ახლა ეს მეორე კომპონენტი იყო ცვლილების, ანუ ჩვენ მივეცით ახლა საშუალება უშუალოდ სუფთა გემის მექანიკოსებს, რომ კარიერის პროგრესია წავიდეს პროფესიული განათლებით და ვისაც 3 წლიანი უმაღლესი პროფესიული და დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციები ჰქონდათ. ეს არის დაახლოებით 55 მილიონი დოლარის სარგებელი, ყველაზე კონსერვატიული დათვლებით, კონკრეტული ხელფასებით გამოხატული და რაც შეეხება ელექტროინჟინერიის მიმართულებას, ამ თვალსაზრისით ჩვენ მივეცით საშუალება მეზღვაურებს, რომ ადამიანებს, პროფესიონალებს, რომელთაც არ აქვს საზღვაო განათლება, გადავამზადოთ საზღვაო მიმართულებით, მოკლე გადამზადების პროგრამებით და შეძლონ
ძალიან მოკლე ვადებში 4 წლიანი ბაკალავრიატის გავლის გარეშე უკვე ვისაც განათლება აქვს მიღებული სათანადო მომიჯნავე მეცნიერებებში ელექტროინჟინერიის მიმართულებით აიღონ ელექტროოფიცრის სერტიფიკატი, ელექტროინჟინრის სერტიფიკატი, ეგრეთ წოდებული ETO სერტიფიკატი, რომელთაც ასევე დაახლოებით საშუალო ხელფასი დასაქმების ბაზარზე მერყეობს 7000-დან 7500 დოლარამდე. მე ყველას მოუწოდებ, რომ 2026 წლის ივნისიდან ჩაეშვება ეს პროგრამები სასწავლებლებში, რომელსაც ვფიქრობთ, რომ ასევე უფასო იქნება, დაახლოებით 3-დან 4 თვემდე იქნება გადამზადების პერიოდი და ყველას დაინტერესებულ პირს მოუწოდებ, რომ ამ შესაძლებლობით ისარგებლონ და მიიღონ ბევრად უფრო გაზრდილი ანაზღაურება, ვიდრე მათ შეიძლება. ანუ ეს 800-მდე ადამიანი თავისუფლად შეძლებს ეს სულ. ეს 800-მდე ადამიანი პირველი კომპონენტია, მეორე კომპონენტი პოტენციურად ეხება დაახლოებით 1500-მდე კურსდამთავრებულს ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტების თბილისსა და ქუთაისში. ანუ საკმაოდ დიდ რაოდენობაზე საუბარი და უკვე 55 მილიონზე კი არა, ბევრად უფრო მეძე იქნება, როდესაც ჩვენ უკვე წავალთ კონკრეტიკაში და ადამიანები ჩაირიცხებიან ამ გადამზადების კურსებს. რაც ფაქტიურად ნიშნავს 2000-ზე მეტი ოჯახის კეთილდღეობასაც უკვე ბუნებრივია და საკმაოდ და როგორც მე ვხვდები, საკმაოდ ასე ვთქვათ, დიდად გაიზრდება მათი ფინანსური შემოსავალი. აუცილებლად, ეს ჩვენთვის თავარი რა იყო, ჩვენთვის თავარი არის ის, რომ სოფლიო დასაქმების ბაზრებზე ეს პროფესიები, რაზეც ახლა ჩვენ გავაკეთეთ, ეს ნაბიჯი გადავდგით. ეს არის ყველაზე დეფიციტური პროფესიები. ზოგადად მთელს სოფლიო საზღვაო დასაქმების ბაზარზე მეზღვაურთა მიმართ მეზღვაურთა რანგებში არის დეფიციტი და ჩვენ გვაქვს პრობლემა ძირითადად ეგრეთ წოდებული მართვის დონის მეზღვაურების, ოფიცრების და შესაბამისად თუ გვაქვს თქვა რიგითებში ჭარბი მიწოდება, ოფიცრებში შედარებით რთული არის პროგრესია იცით და შესაბამისად უფრო ნელი არის ეს პროცესიც. ჩვენ ხალხ ფაქტიურად გამზადებული ტოპ ოფიცრები, რომლებიც მართვის დონეზე მზად არიან უკვე მეორე თანაშემწიდან მესამე მექანიკოსთან რამდენიმე წელზე მეტია ამ რანგში არიან, უკვე თავისუფლად შეეძლებათ გამოცდილი მეზღვაურები გახდნენ. ანუ პაუზა აღარ იქნება და პირდაპირ კარიერის პროგრესიას შეძლებენ. დეფიციტი შევსებაც ყოველთვის ასე ვთქვათ ძალიან კარგად ანაზღაურებადია და ეს შემოგ. ამის გარდა როგორც მე ვხვდები საზღვაო პრესტიჟი ქვეყნის წარმომადგენლობის და მისი საგანმანათლებლო პოტენციალი იზრდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბაზრის დივერსიფიკაციას. ხშირად არის თქვენ აღნიშნეთ, რომ ევროპის თითქმის ყველა საზღვაო ქვეყანასთან ბუნებრივია, ლუქსემბურგი ამ შემთხვევაში თავისი დროში სახელს აძლევს, რომ დროშით იცურონ. ევროპულ ნაწილში რამდენად მყარად გვაქვს ეს ურთიერთობები საზღვაო ნაწილში დაკავშირებით, მე ვიცი რომ ძალიან მაღალი ხარისხია, თუმცა კიდევ მეტ პროგრესს თუ ჩვენ ვართ პრინციპში ერთი გამონაკლისი ბევრ დარგ შორის, რომლებშიც ევროკავშირი პირდაპირ ადასტურებს ჩვენ სრულ შესაბამისობას. რადგან ჩვენ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულები ზოგადად საზღვაო სექტორში 100%-ით გვაქვს შესრულებული, ეს მოიცავს როგორც საზღვაო უსაფრთხოების, ისე ზღვის გარემოს დაცვის უშიშროების და მეზღვაურთა კომპონენტებს. ამ თვალსაზრისით ჩვენ ახლა უკვე გადასულები ვართ ევროპული დირექტივების ეგრეთ წოდებულ ესე იგი დინამიურ აპროქსიმაციაზე, დინამიურ დაახლოებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენთან ინერგება უკვე განახლებული ევროპული სტანდარტი, ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში. აუცილებლად ამის გარეშე ჩვენ იმ ტექნიკურ სტანდარტს, იმ განათლების სტანდარტს, იმ უსაფრთხოების სტანდარტს ჩვენ დარგში ვერ დავიცავთ და ეს იქნება პრინციპში უკან გადა თუ ეს ასე არ გავაკეთეთ, ეს იქნება რა თქმა უნდა ჩვენი დარგისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი. ამ თვალსაზრისით ჩვენ მივყვებით ყველა ამ პროცესს, რაც არის და უკვე ჩვენი როგორც გითხარით 100%-ით არის დანერგილი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულები და დინამიური აპროქსიმაცია, სადაც აი 100%-იანი ის გვაქვს. ხო, ეს ჩვენ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ეს თვითმიზანი გვქონდა რომ სრულად შეგვესრულებინა და გავაკეთეთ. გარდა ამისა, აი მე რო თქვი აი ინტეგრაციის ნაწილში ჩვენ სექტორული ინტეგრაციას გაკეთებული გვაქვს. სექტორულ ინტეგრაციაში რა იგულისხმება, რომ ჩვენი სერვისების ნაწილი უკვე ისეა ორგანიზებული და იმ სისტემების მონაწილეა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუშაობს. მათ შორის ეს არის გემების შორმანძილზე იდენტიფიცირების სისტემა, ეგრეთ წოდებული ევროკავშირის შორმანძილზე გემების იდენტიფიცირების სისტემის მონაცემთა ცენტრი, სადაც საქართველოს დროშა სრულად ინტეგრირებულია. ასევე საქართველოს ნავსადგურებში მომავალი და საქართველოს ნავსადგურებიდან გამავალი გემების ეგრეთ წოდებული ტრაფიკის მონაცემი, რომელიც ნაოსნობის მონაცემი, რომელიც პირდაპირ რეჟიმში გადაიცემა ევროკავშირის ამ შემთხვევაში ხმელთაშუა ზღვის სერვერზე, რომელსაც იტალიის სამამპირო დაცვა ხელმძღვანელობს. ასევე ჩვენ გვაქვს მეზღვაურთა ნაწილში, რაც უკვე რითაც დავიწყეთ და გითხარით, ევროკავშირის ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ დადასტურებული სტანდარტი და კვალიფიკაცია, რომელიც ყველა მეზღვაური ფაქტურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზღვაო ნაწილში სრულად ბოლომდე ჩვენი მიზანი ეს გაზიარებული და წევრები ვართ საერთო ევროპული ხედვის, თუმცა ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს განსაკუთრებული
როლი უჭირავს გეოგრაფიულად და სტრატეგიულად და ეს პირველ რიგში სწორედ სატრანსპორტო აბრეშუმის გზიდან რომ მოყვე ისტორიულად აი სატრანსპორტო ჰაბის ნაწილში მე როგორც ვიცი ჩვენ ბუნებრივია ორი პორტი სრული დატვირთვით მუშაობს და იგეგმება მესამე პორტის აშენება აი ეს დატვირთვა რეალურად რამხელა აი ძალიან ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ და რეალურად კიდევ რისი პოტენციალი არის რამდენად შეგვიძლია ზუსტად მართლა გავხდეთ მთელი აზიისთვის და ევროპისთვის ასე ვთქვათ ჭიშკარი იქეთ-აქეთ სატრანსპორტო სამოძრაოდ რა თქმა უნდა აი ძალიან სწორად აღნიშნეთ რომ ეს ბევრი გეოპოლიტიკური ცვლილებები რომლებიც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს ეს პრინციპში ერთის მხრივ საქართველოსთვის არის შესაძლებლობა რომ ის ფუნქცია რასაც ტრანზიტული სატრანზიტო ფუნქციის შესრულება ჰქვია გახადოს გეოპოლიტიკური ფუნქციაც ჩვენ იცით როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და საქართველოში ჯერ კიდევ 90-იან წლებში გაიარა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა ამან მოუტანა ქვეყანას გეოპოლიტიკური ფუნქცია და ევროპის ასე ვთქვათ ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რაც შეეხება საქართველოს სანავსადგურე სექტორს ამ თვალსაზრისით ჩვენ სხვადასხვა მიმართულებაზე ვმუშაობთ მათ შორის იგულისხმება ჩვენი პორტების ანალიზი და მათი გამტარუნარიანობის ანალიზი. ჩვენ ამ ცვლილების საერთო კონტექსტს რომ შევხედოთ, საქართველოს ეხლანდელი მოცემულობით არის თუ შევხედავთ წარმოვიდგენთ ვირტუალურად რუკას, იცით რომ საქართველოს არის ის პატარა ვიწრო გასასვლელი, რომელიც სანქცირებულ რეგიონებს შორის მდებარეობს. ჯერ კიდევ განიხილება ზანგეზური რა თქმა უნდა, ჯერ არ არის დასრულებული, არც გაშვებულა, ვთქვათ, სომხეთის დერეფანი, ჩრდილოეთის დერეფანი როგორც მოგეხსენებათ არის მძიმე სანქციების ქვეშ და საქართველოს არის დარჩენილი ერთი, ასე ვთქვათ, ვიწრო გასასვლელი, რომელშიც ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შევძლოთ ამ, ასე ვთქვათ, მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამიტომ საქართველოს სატრანსპორტო სისტემა მულტიმოდალურ კონტექსტში უნდა მუშაობდეს ფაქტიურად საათივით. ციკლი არ უნდა ირღვეოდეს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სპორტებში რა ხდება. ჩვენი პორტები პრინციპში უკვე არსებული ბათუმი, ფოთი, სუფსა, ყულევი, ეს არის ის ნავსადგურები, რომლებიც ეხლა ამ მდგომარეობით, სანამ ანაკლია აშენდება და ალბათ ანაკლიაზეც ვისაუბრებთ, იქნება და არის კარიბჭე სწორედ ამ 7 სახელმწიფოსთვის და ასევე დასავლეთ ჩინეთისთვის. რატო? იმიტომ რომ საქართველოს არა მარტო ფუნქციურად, არამედ სამართლებრივად ზღვაზე გასასვლელის არ მქონე სახელმწიფოებისთვის აქვს ვალდებულება, რომ მათი ზღვაზე გასვლა უზრუნველყოს. ამ თვალსაზრისით საქართველოს როლი უკვე გამოკვეთილია და ეს როლი პრინციპში 90-იანებიდან მოყოლებული, როგორც ასე ვთქვათ, ძალზედ დიდ კონკურენციაში იყო ჩრდილოეთის დერეფანთან, თუმცა ამ შესაძლებლობით ეხლა ჩვენ გვაქვს არა უკვე ალტერნატივა, არამედ ფუნქცია დავადასტუროთ საქართველოსი გაზრდა მისი მნიშვნელობის და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში რას ამბობს, რომ ეს არის ევროკავშირის ბაზრების და შუა აზიის ბაზრების ერთმანეთთან დაკავშირება, ჩინეთის და ევროკავშირის ერთმანეთთან დაკავშირება ძალზედ მოკლე ვადებში. რო შევადაროთ ეს რეკორდულ ვადებზეა საუბარი ტვირთების გადაზიდვისთვის. ამიტომ სწრაფი ტვირთები იქნება ეს თუ ზოგადად ვაჭრობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა დონეზე ვმუშაობთ ჩვენ სპორტებში? ჩვენ სპორტებში კონტეინერიზაციის მაჩვენებელი ძალზედ მაღალია, საქართველოში კონტეინერიზაციის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა თუ შევადარებთ ჩვენ რა ხდება შუა აზიის სახელმწიფოებში კონტეინერიზაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ამ თვალსაზრისით უნიკალური შესაძლებლობა არის, რომ საქართველოს ტრანზიტული ჰაბი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ანაკლიის კონცეფცია, ფოთის სპორტი, ბათუმის სპორტი, იმ შესაძლებლობების მაქსიმუმზე არიან კონტეინერიზაციის თვალსაზრისით, გატარების თვალსაზრისით, რაც შეიძლება რომ საქართველოში ვქონდეს. კიდევ შეიძლება 130,000, 150,000 TEU, ანუ კონტეინერის მარჩენებელი გადაიზიდოს, მაგრამ უკვე როდესაც საუბარი არის უფრო დიდ მოცულობებზე, რომელიც შესაძლებელია რომ ამ დერეფანში მოძრაობდეს, გინდა ნაყარი ტვირთის თვალსაზრისით, გინდა კონტეინერიზაციის თვალსაზრისით, ჩვენ უკვე ძალზედ მნიშვნელოვანი არის ანაკლიის თემაც და ამიტომაც ამ თვალსაზრისით ეს უკვე იქნება თამაშის წესებს სრულიად შეცვლის და ამ თამაშის წესების შეცვლაში პრინციპში იგულისხმება ის, რომ საქართველოს როლი იქნება ჩადუღავდება როგორც ესე ვთქვათ, მთავარი რგოლი ევროპასა და დასავლეთ აზიას და ჩინეთს შორის ვაჭრობის. თქვენ ახსენეთ იმ ქვეყნების ზღვით უზრუნველყოფის ასე ვთქვათ ვალდებულება გვაქვს, რომელსაც არა აქვს ბუნებრივი გასასვლელი. ყაზახეთს კასპიის ზღვაზე აქვს, მაგრამ კასპიის ზღვა ტბა და შესაბამისად ხო, ტექნიკურად რეალურად ტბა გამოდის და მათ შორის ყაზახეთის ასე ვთქვათ ანაკლიის სპორტის გაზრდით ყაზახეთიდან ტვირთების
ბევრად ასე ვთქვათ გაზრდა შეგვიძლია როგორც ხვდები და ასევე ჩინეთისთვის ხვდებით კიდევ უფრო საინტერესო, რადგან ჩინეთი ესე ვთქვათ ულევი სავაჭრო პოტენციალის მქონე ქვეყანაა, იგივე კონტეინერს იმდენს გამოუშვებს, რამდენიც მას უნდა, ასე ვთქვათ, და რამდენსაც შევძლებთ. ანაკლიის მნიშვნელობაზე რომ გადავიდეთ, რა იქნება მისი ზომა, რამდენს შეძლებს და რას მოუტანს ის. ამაზე ბევრჯერ უსაუბრია, თუმცა პროფესიონალისგან რომ მოვისმინოთ აზრი. ანაკლიის როლი, აი კიდევ ერთხელ რომ ვახსენო, ანაკლიის როლი ეს არის ფაქტიურად თამაშის წესების შეცვლა მთლიანად სატრანსპორტო რეგიონალურ კონტექსტში და სავაჭრო კონტექსტში. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებას რა პოზიცია აქვს. საქართველოს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აი ამ ცვლილებების გათვალისწინებით, რაც რეგიონში მიმდინარეობს, დაახლოებით 2032 წლამდე, რომელიც საკმაოდ მოკლე პერიოდია, 7 მილიარდ ლარზე მეტი ჩაიდება უშუალოდ ანაკლიის მშენებლობაში, რკინიგზის სალოკომოტივო დეპოს და სავაგონო დეპოს განახლებაში, გზების მშენებლობაში. ეს არის ის მნიშვნელოვანი გააზრება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შემოგთავაზა და ამით ჩვენ თითოეული ჩვენგანი დავაცნობიერებდეთ, რა მიდგომას ამკვიდრებს საქართველოს სახელმწიფო. ეს არის საქართველოს სატრანზიტო როლის დანახვა მულტიმოდალურ კონტექსტში, როდესაც ყველა ტრანსპორტის ფორმას აქვს მისი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს სწორედ ის ციკლია, რომლის უწყვეტობაზეც არის დამოკიდებული ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ანუ საქართველოს როლი ამ ნაწილში იქნება ფაქტიურად შეუცვლელი, თუ ჩვენ რა თქმა უნდა, აი ამ გეგმაგრაფიკს, რომელიც გამოცხადებულია, მივყვებით ბოლომდე და ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა, რომელიც უკვე საზღვაო ნაწილშიც იქნება, თუ სახმელეთო ნაწილშიც აქტიურ ფაზაში შედის და ანალოგიურად რა თქმა უნდა გამოცხადებული პოლიტიკა რკინიგზის განახლების და გზების მშენებლობა კი იცით აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ამ სახელმწიფოებს, რომლებსაც საკუთარი ტვირთების გადაზიდვა უნდათ ევროპისკენ და პირიქით ევროპას უნდა რომ ამ სახელმწიფოებში გადაზიდოს, შევთავაზოთ ეგრეთ წოდებული არა პრინციპში მზა ინფრასტრუქტურა შეუფერხებების გარეშე მიწოდების. თუმცა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რა არის და საქართველოს რას ცდილობს დამატებით რომ გააკეთოს. ჩვენ მოვახდინეთ საქართველოში საზღვაო ნავსადგურების დიჯიტალიზაცია, გავაციფრულეთ მთლიანად მთელი სანავსადგურე პროცესები. ეს გაციფრულება არის პირველი მერცხალი დერეფანში. აქედან გამომდინარე საქართველოს ჩვენ ბოდიში თუ არ ვწდები ჩვენზე ეკონომიკურად ბევრ წინ დგომ ქვეყანასაც კი არა აქვს მიღწეული. ეს ნამდვილად ასია. ჩვენ საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყავით და ამ სისტემაში, ანუ ერთი საზღვაო ფანჯრის პრინციპში ჩართული არის აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო იწყება იქნება ეს საზღვრის მართვის კოორდინაციიდან დაწყებული საბაჟო, საზღვაო ტრანსპორტის აგენტო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენ რას გვაძლევს? ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კომპლექსურად ვმართოთ ლოგისტიკური პროცესი და ჩვენ გვინდა რომ ამისი ტრანსპოზიცია განვახორციელოთ უკვე და წავიღოთ შუა აზიის სახელმწიფოებისკენ. რამდენადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დიჯიტალური დერეფანი, ეგრეთ წოდებული ციფრული დერეფანი იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ აი ის შეზღუდვები, რომლებიც ინფრასტრუქტურული იქნება თუ ლოგისტიკური, ძალზედ ბევრ, ასე ვთქვათ, თუ სწორად გავიგე, ეს დიჯიტალიზაცია გასწდება საქართველოს საზღვრებს და გადავა პირობით აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც იქნება დაინტერესებული. ჩვენ რა თქმა უნდა მათ სუვერენულ სისტემებში ვერ შევალთ როგორც სახელმწიფო, მაგრამ ჩვენი სურვილი არის, რომ საერთო კონტექსტში ციფრული დერეფანი ამოქმედდეს იმ თვალსაზრისით, რომ აი ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. კასპიის ზღვა წლების განმავლობაში არ იყო განხილული როგორც სატრანზიტო დერეფნის შემადგენელი კომპონენტი. კი, რა თქმა უნდა, განიხილებოდა როგორც რაღაცა მცირე საზღვაო გადაზიდვებისთვის, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც მიდიოდა რკინიგზით და ძირითადი ნაწილი მაინც მიდიოდა ჩრდილოეთის მიმართულებით. ამიტომაც ვინაიდან ახლა კასპიამ ეს როლი შეიძინა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რომლებსაც შუა აზიის სახელმწიფოები დებენ უკვე კასპიის ზღვაზე. აქ იგულისხმება ახალი საბორნე გემების დაყენება, ახალი საკონტეინერო გემების დაყენება, იმიტომ რომ ყველა მიხვდა აუცილებელია სტაბილური და უსაფრთხო დერეფანი არსებობდეს, რომელიც მათ ვაჭრობას უზრუნველყოფს უშუალოდ ევროპასთან. ამ თვალსაზრისით საქართველოს როლი, რადგან ეს არის კარიბჭე, როგორც ევროპისთვის, ასევე შუა აზიის სახელმწიფოებისთვის არის შეუცვლელი. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, გარდა იმისა, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცა უფრო კონკურენტული დერეფნები წარმოგვეშვას გარშემო. აი ამ კონკურენტულ დერეფნებთან თუ ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ დავხვდებით მზად ტვირთნაკადებს, რომ სწორ
სწორად და სწრაფად გავატაროთ, კონკურენტული დერეფანი მხოლოდ კონკურენტულ დერეფანად. კონკურენტულ დერეფანთან დაკავშირებით ზანგეზურზეა საუბარი. აქ ჯერ ერთი ესეთი მოსაზრებაც იყო და ექსპერტები საუბრობენ, ჯერ ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ პროცესი მიმდინარეობს, რა თქმა უნდა ჩვენ გაგვიხარდება ბუნებრივია ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს მეტი ალტერნატივები და შესაძლებლობები თუ ექნებათ, მაგრამ აქ საუბარი იყო იმაზე, რეალურად უშლის თუ არა ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ხელს, თუ პირიქით შეუძლია დივერსიფიცირება და ერთმანეთისთვის პირიქით ხელშეწყობა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ნაწილი რომ გაგვიმართება. აქ მარტო ზანგეზურის დერეფანზეც არ არის. რომელსაც ალბათ 5-7 წელი კიდე მაინც უნდა რომ გაკეთდეს. აქ მარტო ზანგეზურის დერეფანზეც არ არის საუბარი, აქიც აუცილებლად ასე უდიდესი პორტი აქ ირანს ბანდირაბასის მიმართულებით. ამიტომაც ეს კომპონენტი მთლიანად უნდა შევხედოთ გეოგრაფიულად დაზუმებული ჩვენი რეგიონი არის ერთის მხრივ აი ეს ინტერესების ურთიერთგადაკვეთის ცხელი წერტილი. ოდესმე შეიძლება შეიცვალოს და ჩრდილოეთის ნაკადები კვლავ გაიხსნას, ამიტომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ამიტომაც აი საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ნაწილი სწორედ ეს არის, რასაც სრულიად ვიზიარებ, რომ ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად ამ ცვლილებებს, ამ თვალსაზრისით უკვე უპრეცედენტო ინვესტიციები გამოაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა მარიამმა, რომლითაც საქართველოს მთავრობამ ზოგადად, რომ საქართველო აპირებს 32 წლამდე 7 მილიარდზე მეტი ჩაიდოს ამ ინფრასტრუქტურაში. ეს არის კონკრეტული ციფრი, კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის. რაც შეეხება კონკურენტ დერეფნების როლს, რა თქმა უნდა, კონკურენტ დერეფანი ჩვენთვის კონკურენტ დერეფნად ამ თვალსა კლასიკური გაგებით არ არის, ასე ვთქვათ, როგორც კონკურენტი. აქ უბრალოდ საუბარი არის რაზე, რომ ესიც რა თქმა უნდა შუა დერეფნის შემადგენელი ნაწილი იქნება საბოლოო ჯამში და ერთი კონტექსტია. ერთი კონტექსტია. მასშტაბით მასშტაბით რო შეხედო ძალიან ახლოსაა. რა თქმა უნდა ერთი კონტექსტია, თუმცა აქ ჩვენ იმას უნდა დავაკვირდეთ, რომ თვითონ ინვესტიცია, რომელიც უკვე ჩადებულია შუა დერეფანში საქართველოს სატრანსპორტო კორიდორზე, ეს არის საკმაოდ მსხვილი ინვესტიცია და ის გამოცხადებული ინვესტიციები, რაც კიდევ ჩაიდება, ესეც საკმაოდ დიდი ინვესტიციებია და ამ როლის ნიველირება, ამ როლის რაღაცა გაქრობა ალბათ პრინციპში არ იქნება. არა, ნუ აქ ბუნებრივია და საქართველოს იქ ზღვის ნაწილში თავისი უპირატესობა აქვს და პირდაპირ კავშირი ევროკავშირთან დამატებითი სხვა კავშირები ევროკავშირთან. ხომ არ არის ის მომენტი, სანამ დავასრულებთ, აი, როდესაც გუნდში ერთ პოზიციაზე ორი ძალიან კარგი თავდამსხმელი როდესაც ყავთ და ისინი ერთმანეთთან კონკურენციით, ასე ვთქვათ, რეალურად ავსებენ ერთმანეთს და მე მინდა გკითხოთ, აი, უახლოესი ბოლოს დასასრულისკენ მოლოდინი რა გვაქვს თითო წელში, იგივე ჩვენი ექსპორტირების სატრანსპორტო დატვირთვის გაზრდის, სანამ ანაკლის პორტი აშენდება, მე ამაქვს საუბარი ამაზე, რა რაოდენობით ტვირთს ვატარებთ დაახლოებით და როგორც ვიცი ეს ყოველწლიურად იზრდება, ამ კუთხით რას ველით უახლოესი, მაგალითად 2026 წელს. კი. რა თქმა უნდა, ის ტვირთების პროგნოზირება თვალსაზრისით შესაძლებელია და ჩვენ აღვნიშნე უკვე რომ ფოთშიც გვაქვს დაახლოებით 100,000 ტეუს შესაძლებლობა რომ დავიმატოთ, ნაყარტვირთებზეც გვაქვს შესაძლებლობა რომ დავიმატოთ, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არ არის ის შესაძლებლობა, რომელიც ეს არის ის შესაძლებლობის მაქსიმუმი, რომელიც შეიძლება რომ ამ მოცემულობაში დაიდოს 700,000 ტეუ დაახლოებით. ამ თვალსაზრისით სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ დამატებითი სიმძლავრეების შექმნა იმან გამოიწვია, რომ ჩვენ უკვე ვართ ზღვარზე. და ეს ანაკლის მნიშვნელობა სწორედ იმისთვის ზღვარის გადატვირთვა აღარ შეიძლება და რა თქმა უნდა და გარდა ამისა სატრანსპორტო დერეფანში ანაკლიას ის მნიშვნელობაც აქვს, რომ ასევე ეს გავლენას მოახდენს ფასებზეც, ხო? დიახ, ბუნებრივია. და ძალიან დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილზე არის საუბარი, არა მარტო პორტში, არამედ მთელი სისტემა მოყვება, ასე ვთქვათ. აქ დამატებით საუბარი არის, რა თქმა უნდა, დამატებით ღირებულების სერვისზე, რომელიც მათ შორის შესაძლებელია პროდუქტის სახითაც მოხდეს, აქ ვთქვათ, ნაყარიტვირთით ჩამოსვლა, გადატვირთვა როგორც კონკრეტული პროდუქტი და წასვლა მერე სხვა ქვეყნებში. ასე ვითარდება ზოგადად ესეთი ტრანზიტული ჰაბები, როგორც არის მაგალითად ბუსანი, სინგაპური და ასე შემდეგ. ჩვენ ხა ამ მასშტაბებზე, რა თქმა უნდა, ოდესმე იმედია გვექნება საუბარი, თუმცა არც ნაკლები არ არის ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენზე იქნება დამოკიდებული თუ ჩვენ ამ ყოველთვის და თან ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, არა მარტო საფინანსო როლს, არამედ პოლიტიკურ და კულტურულ როლს აძრდის ქვეყნის ნებისმიერი ასეთისა და გავლენას და მის რეგიონალურ თუ მსოფლიო მნიშვნელობას. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ივანე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე გახდათ ჩვენი სტუმარი.